როგორც კაცობა და ქალობა არ გამოვა ერთად, ისე არ გამოვა ლიბერასტობა და ტრამპისტობა ერთდროულად. ორმაგი სტანდარტების დრო დასრულდა. მოსწონს ვინმეს თუ არა ამერიკის ახალი პრეზიდენტი, ტრამპმა მოსვლისთანავე შეძლო და ყველა პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენას თავისი სახელი დაარქვა. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ LGBT იდეოლოგიის ზეობა დასრულდა, არავითარი ასეულობით გენდერი და ლიბერასტული შიზოფრენია. არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი. ხომ მარტივია? საერთოდ ჭეშმარიტება სიმარტივეშია. თითქოს და რა უნდა იმის გააზრებას, აღიარებას და თქმას, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და მამაკაცი. მაგრამ ჩვენი ადგილობრივი ლიბერასტებისათვის ესეც კი დაუძლეველი სირთულე აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, ფულს იხდიან, რომ ვაშინგტონში ჩავიდნენ. მზად არიან ქუჩაში მონიტორით უყურონ ტრამპის ინაუგურაციას, რომ მერე გვიმტკიცონ, როგორი ტრამპისტები არიან. და იმავდროულად არ შეუძლიათ გაიმეორონ ტრამპის უმთავრესი გზავნილი, რომელიც მან იმავე ინაუგურაციაზე გააკეთა. წარმოიდგინეთ, რა დონის ვირეშმაკობასთან გვაქვს საქმე. თან ამერიკის ახალ პრეზიდენტს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეტენებიან, თან ლიბერალურ ევროპას ულოკავენ ფეხებს ევროპარლამენტში ლობისტები რომ არ დაკარგონ. უბრალოდ დააკვირდით, რა სასაცილო მდგომარეობაში არიან ჩვენი ლიბერალ ფაშისტები. კითხვაზე რამდენი სქესი არსებობს, ჯერ იბნევიან ბრინჯივით. მერე კი როცა ვერაფერს მოიფიქრებენ, პასუხობენ, რომ ეს კითხვა თურმე ქართულ ოცნებაში მოფიქრებული პროვოკაციაა. ანუ ორი სქესის, ქალისა და მამაკაცის არსებობა ოცნების მოგონილი ყოფილა. ასეთი აფერისტობით ტრამპისტობა ნამდვილად არ გამოვა, მეგობრებო. ან ლიბერასტობა დაგმეთ და ულტრამემარჯვენეობა მიიღეთ, ან დარჩით თქვენს ფსევდო იდეოლოგიაზე, ოღონდ ტრამპისტობა შეეშვით. გასაგებია, რომ ასე შეიძლება პოლიტიკურად ბოლომდე გაკოტრდეთ, მაგრამ სასოცილონი მაინც აღარ იქნებით. ნახეთ, Facebook-მა, უფრო ზუსტად მეტამ, როგორ ერთ დღეში შეცვალა იდეოლოგიაც, პრინციპებით, პოლიტიკაც და შუბლზე ძარღვიც. ტრამპის გამარჯვებისთანავე განაგდო ყოფილი პარტნიორები და მემარჯვენე კონსერვატიზმი აღიარა. დემოკრატები ძალადობაში ამხილა და რესპუბლიკელებს შეუერთდა. პირველი რაც ცუკერბერგმა წარსულთან გამოსამშვიდობებლად გააკეთა, თავის სოციალურ ქსელში ფაქტების გადამოწმების სამსახური გააუქმა. ლიბერალიზმის ანატომიის მაყურებელმა შესანიშნავად იცის, რამდენი გადაცემა დაიბლოკა Facebook-ზე მხოლოდ იმის გამო, რომ მასში გაჟღერებული ფაქტები ნამეტანი მოხვდათ გულზე კინწურაშვილებს და კაპანაძეებს, ანუ მეტას დაქირავებულ ქართველ შემოწმებლებს. მაგალითად, პარიზის ოლიმპიადაზე მომზადებული გადაცემების 99% სოციალურ ქსელში არ გასულა. იბლოკებოდა გადაცემები, სადაც საუბრობდით არასრულწლოვანი ბავშვების სხეულის დასახიჩრების დანაშაულებრივ პრაქტიკაზე, დაპატიმრებულ მშობლებზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ საკუთარი შვილების გადარჩენას ცდილობენ, კაცების მიერ ნაცემ და ძვლებში დამტვროულ ქალ სპორტსმენებზე და ასე შემდეგ. და სად არიან დღეს ოდესღაც ლიბერალური სოციალური ქსელები? კომპანია მეტამ საერთოდ უარი თქვა ეგრეთ წოდებულ LGBT ვოუკიზმზე. დასრულებულად გამოაცხადა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პროგრამები და საერთოდ შეცვალა სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელზეც მისი საქმიანობა და იდეოლოგიური სტანდარტები იყო დაფუძნებული. მეტას ასეთი მეტამორფოზა ბუნებრივია მხოლოდ წაადგება. შესაძლოა LGBT აქტივისტების გარკვეულ ნაწილს იმედგაცრუება დაეუფლოს, მაგრამ მსოფლიო საზოგადოების ჯანმრთელი უმრავლესობისათვის ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად მისაღებია. ეს კი ნიშნავს, რომ ცუკერბერგის სოციალური ქსელი ბიზნესის თვალსაზრისითაც სერიოზულ მოგებას ნახავს. ასე რომ იქნებ ქართველ ლიბერასტებსაც გეცადათ მეტამორფოზა. სხვა არაფერმა გაამართლა და იქნებ აქაა თქვენი საშველი. ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში დონალდ ტრამპის დაბრუნება და ფსევდოლიბერალური სამყაროს გარდასახვა უკვე სახეზეა. შეერთებულ შტატებს ახალი 47 პრეზიდენტი ყავს. ტრამპი ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა. უკვე ხელმოწერილია 100-მდე ახალი განკარგულება, გაუქმებულია ჯო ბაიდენის 78 აღმასრულებელი აქტი. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება. ტრამპი მეორე პრეზიდენტობის ვადის პირველივე დღიდანვე მოვალეობის შესრულებას აქტიურად შეუდგა. როგორც ამერიკის პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას გამოიკვეთა,
ქვეყანაში LGBT პროპაგანდისტებისთვის ბევრი რამ იცვლება. ტრამპი გეგმავს დაასრულოს გენდერული მრავალფეროვნება და დაადასტუროს, რომ ღმერთმა მხოლოდ ორი სქესი შექმნა, მამრობითი და მდედრობითი. ახლა მსოფლიო საზოგადოების ჟანმრთელი უმრავლესობა ფსევდოლიბერალური სამყაროს კონსერვატიულ რელსებზე გადაბარგებას ზეიმობს. მე დავასრულებ სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც ცდილობს რასისა და გენდერის სოციალურ ინჟინერიას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში. ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელიც სფერებს არ განასხვავებს და დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება. დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი. ყველაფერ უცხოვრისადმი მონური დამოკიდებულება კარგად გამოიკვეთა ტრამპის მიერ ორი სქესის არსებობის შესახებ გაჟღერებული ნარატივის შეფასებაში. ფსევდოლიბერალები ამერიკის პრეზიდენტმა საგონებელში ჩააგდო. მის უმთავრეს გზავნილზე, რომ ზუსტად ორი სქესის არსებობაა ნორმა და არა ასეულობით გენდერი, ამის აღიარებაც კი ვერ გაბედეს. მოკლედ ფსევდოტრამპისტებში სერიოზული დაბნეულობა სუფევს. თუმცა ვინც ზუსტად იცის ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის დაბრუნებით LGBT პროპაგანდისტებს რამხელა ზეწოლა ელოდებათ, აქამდე ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გამტარი გიგანტი კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით ემიჯნებიან ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების წახალისებას სამუშაო გარემოში. ფინანსურ ზარალს რომ თავი დავანებოთ ძალიან სერიოზული ფაქტორი აღმოჩნდა კონსერვატიზმისა და ოჯახური ფასეულობების გაძლიერება თელს მსოფლიოში. უმსხვილესი ამერიკული კვების კომპანიის მაკდონალდსის შემდეგ, რომელმაც 4 წლის თავზე მრავალფეროვნების პოლიტიკის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და გარყვნილების ტირაჟირებას გამოეთიშა, ახლა ამ გამოფხიზლების კამპანიას ტექნოლოგიური გიგანტი Facebook-ის მშობელი კომპანია მეტაც შეუერთდა. კომპანიამ დაასრულა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის, ეგრეთ წოდებული DEI პროგრამები, რომლებიც განცხადების გამოქვეყნებიდან დაუყოვნებლივ ამოქმედდება. მემორანდუმი მეტას თანამშრომლებისთვის Workplace-ში კომპანიის შიდა საკომუნიკაციო ინსტრუმენტში გამოქვეყნდა. სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი მრავალფეროვნების თანასწორობისა და ჩართულობის ძალისხმევის გარშემო იცვლება. ამერიკის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებმა ცხადა დაჩვენა, როგორ შეიცვლება სასამართლოების მიდგომა DEI პროგრამების მიმართ. ასევე ტერმინი DEI გახდა გამაღიზიანებელი, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის ეს პრაქტიკა წარმოადგენს უპირატესობის მინიჭებას ერთ ჯგუფზე მეორის დაზარალების სანაცვლოდ. ამ განცხადებამდე 3 დღით ადრე მეტას დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თავს მოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან გამოსამშვიდობებლად თავის სოციალურ ქსელებში ფაქტების გადამოწმების სამსახური გააუქმა. გამოდის, რომ თუ გაჟღერებული ფაქტებისა და სიუჟეტების გამოქვეყნებით კომპანიის მესვეურები აქამდე თქვენს კონტენტს ბლოკავდნენ და გარყვნილი ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის მხილებას გიზღუდავდნენ, ახლა ყველაფერი იცვლება. ჩვენ ჩვენს საწყისებს დავუბრუნდებით და შეცდომების შემცირებაზე, პოლიტიკის გამარტივებასა და ჩვენს პლატფორმებზე სიტყვის თავისუფლების აღდგენაზე გავამახვილებთ ყურადღებას. კერძოდ, ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ ფაქტების შემომწმებლებზე და მათ community notes-ით ჩავანაცვლებთ, როგორც ეს პლატფორმა X აქვს გაკეთებული. ამასთან ტექნოლოგიურმა გიგანტმა მეტამ სიძულვილის ენის შესახებ განახლებული გაიდლაინი გამოსცა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ფსიქიკურად დაავადებული უწოდონ ადამიანებს მათი სექსუალური ან გენდერული იდენტობიდან გამომდინარე. ასევე გაუქმებულია წესები, რომლებიც კრძალავს ადამიანის გარეგნობის შეურაცხყოფას რასის, ეროვნების, ეროვნული წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, გენდერული იდენტობის და სერიოზული დაავადებების გამო. ჩვენ დავუშვებთ მტკიცებებს ფსიქიკური დაავადების ან არანორმალურობის შესახებ, როდესაც ეს ეფუძნება გენდერულ ან სექსუალურ ორიენტაციას, ტრანსგენდერიზმისა და ჰომოსექსუალიზმის შესახებ, პოლიტიკური და რელიგიური დისკურსის გათვალისწინებით. მეტას პლატფორმები შექმნილია იმისთვის, რომ იყოს ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი. პლატფორმებზე, სადაც მილიარდობით ადამიანს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი ხმის უფლება და სადაც ნაჩვენებია ყველაფერი, იქნება ეს კარგი, ცუდი თუ მახინჯი. ეს არის გამოხატვის თავისუფლება. დიახ, საუბარია მეტაზე, რომელმაც რამდენიმე დღეში შეიცვალა იდეოლოგიაც, პრინციპებიც და LGBT პოლიტიკაც. ტრამპის გამარჯვებისთანავე განუდგა ყოფილ პარტნიორებს და მემარჯვენე კონსერვატიზმი აღიარა.
ფაქტების შემოწმების პროგრამა მეტამ 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შემდეგ შემოიღო და ვითომ კონტენტის მართვისა და დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. თუმცა მოგვიანებით კომპანიის მესოურებმა აღიარეს, რომ ეს სისტემა პოლიტიკური ზეწოლის გამო შემოიღეს და ის ძალიან შორს შევიდა. თუ ახლოეს წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ტექნოლოგიური გიგანტი სექსუალურ უმცირესობებს ფაქტობრივად მფარველობდა და ახალისებდა. კომპანია მრავალი წლის განმავლობაში ნერგავდა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც LGBT თემის მხარდაჭერაზე იყო გათვლილი. მეტას პლატფორმები ცდილობდნენ უზრუნველყოთ LGBT პირების უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში. ამისათვის ისინი რეგულარულად ანახლებდნენ მათი დღის წესრიგის შემსუბუქებისთვის უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ზღუდავდა დისკრიმინაციას, შევიწროვებასა და გენდერულ სტიგმატიზაციას. მეტას ჰქონდა მკაფიო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა LGBT პირების წინააღმდეგ ძალადობისა და შეურაცხყოფის აღკვეთას. ამასთან 2014 წელს Facebook-მა მომხმარებლებისთვის გენდერული იდენტობის არჩევანი გააფართოვა. სოციალურმა ქსელმა შეიტანა ცვლილება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა გენდერული იდენტობის უფრო ფართო სპექტრი აერჩიათ. საუბარია 50-ზე მეტ გენდერულ ვარიანტზე. ამის საშუალებით LGBT ადამიანები საკუთარ იდენტობას უფრო მკაფიოდ გამოხატავდნენ. გარდა ამისა, ყოველ წელს მეტა აქტიურად მონაწილეობდა პრაიდის თვესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. ისინი ქმნიდნენ თემატურ ფილტრებს, ჩარჩოებსა და სტიკერებს, რომლებიც მომხმარებლებს შეეძლოთ თავიანთ პროფილებში დაემატებინათ და ასე გამოეხატათ სოლიდარობა გარყვნილების პროპაგანდისტების მიმართ. მეტა წლების განმავლობაში თანამშრომლობდა LGBT ორგანიზაციებთან, როგორიცაა Human Rights Campaign და GLAAD, რათა გაეუმჯობესებინა პლატფორმებზე სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერა და უსაფრთხოება. მაგალითად, 2023 წლის ივნისში ამ LGBT ორგანიზაციებმა 250-ზე მეტ LGBT ცნობილ პირთან ერთად ღია წერილით მიმართეს მეტას და სხვა სოციალური მედიის პლატფორმებს, რათა გაეუმჯობესებინათ ანტიტრანს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლა თავიანთ პლატფორმებზე. დიახ, ეს მეტას მიერ LGBT საზოგადოების მხარდაჭერისა და გარყვნილების ტირაჟირების მხოლოდ ნაწილია. თუმცა ახლა LGBT დღის წესრიგი ამერიკაში იცვლება. არსებული ცვლილებები კი, რომელთა მიხედვით მეტამ შეწყვიტა თავისი დეი პროგრამების უმეტესი ნაწილი, შეიძლება აიხსნას როგორც პასუხი ახალ პოლიტიკურ და იურიდიულ გარემოზე, რომელიც ხელს უწყობს ტრამპის ადმინისტრაციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კორპორატიული პოლიტიკის მიმართ უფრო კონსერვატიულ მიდგომებს. ეს ცვლილება შეიძლება გავლენას ახდენდეს არა მხოლოდ მრავალფეროვნების სტრატეგიებზე, არამედ LGBT უფლებების მხარდაჭერის პოლიტიკაზეც. ყველაზე მეტად გარყვნილ ფსევდოლიბერალიზმზე უარის თქმა საქართველოში ბუნებრივია NGO-ში ნიკებს უჭირთ. არცაა გასაკვირი, LGBT ფასეულობები მათი ბუნებრივი გარემოა. ისინი ამ გარემოში გაიზარდნენ, დაფრთიანდნენ და სხვაგვარად ვერც წარმოუდგენიათ. მათთვის ბიოლოგიური კაცი, რომელიც ამბობს, რომ ქალია, არის ქალი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მამრი ასე აღიქვამს თავს. ხომ გახსოვთ, მათთვის მთავარია აღქმები და არა ფაქტები. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. სხვათა შორის, ცუკერბერგის მეტამ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიახლე შემოგთავაზა. იმის წარმოსაჩინად, რომ კომპანია ბოლომდე გაემიჯნა LGBT გარყვნილებას, ამიერიდან ნებისმიერი გენდერული შიზოფრენია ყოფილ Facebook-ზე შეგიძლიათ მოიხსენიოთ როგორც შიზოფრენია, ფსიქიური გადახრა, სიგიჟე და ასე შემდეგ. ადამიანი, რომელიც ირწმუნება, რომ ნაპოლეონია ხომაა ფსიქიურად არაჯანსაღი, ხო და აწიეს ჩვენი ლიბერასტები, რომ ვერ უპასუხებენ კითხვას, რამდენი სქესი არსებობს ბუნებაში, შეგიძლიათ მოიხსენიოთ როგორც ფსიქიკური გადახრების მქონე ადამიანები. მეტა ამის გამო აღარ დაგბლოკავთ. დროებით.